მოგესალმებით მეგობრებო. დიდი ხანია ვიდეო არ დამიდია. ქვეყანაში არსებული მოვლენების და გამო, თან იმის გამოც რომ ძალიან ცივა და თან იმის გამოც რომ ჩემს სამსახურში ეხლა უნდა იშრომო, თუ უნდა იშრომო, სხვა ვარიანტი არ არის. და მოგეხსენებათ ყველამ რომ მე ვმუშაობ საკურიერო კომპანიაში, უბრალოდ არ დავასახელებ რომელში. და დღეს გადავწყვიტე ესეთი ვიდეო ჩამეწერა. გამეტესტა ვოლტი. ყველა საინტერესებს როგორია კურიერობა, რა თანხას გამოიმუშავებ, რა პლუსები აქვს, რა მინუსები აქვს, რა სირთულეებთან გვიწევს გამკლავება კურიერებს ზოგადად, რატომ გაფუჭდა ბოლო პერიოდში ვოლტში სიტუაცია და ასე შემდეგ. პირველი იქნება ვოლტი, დანარჩენი საკურიეროები არის კიდე გლოვო, ბოლტი არის, Yandex Delivery არის და რაღაცები არის კიდე. თუ გნებოთ, შემიძლიათ გავტესტო, დამიწერეთ კომენტარებში, ასევე წარმომადგენლები თუ არიან რომელიმე სხვა საკურიერო კომპანიების, ან ვოლტის გარდა, შეგიძლიათ შემეხმიანოთ, არ იქნება ეგეც პრობლემა. ჩემი აზრით, ჩემი გადმოსახედიდან, მაქვს მაგისი ამბიცია, ჩემზე კარგად საკურიეროზე იშვიათი ადამიანი თუ ილაპარაკებს რა. მე არ ვლაპარაკობ ვიცით ადამიანებზე, ვინცაც მოტოციკლეტების განხილვა აქვს, ან მოტოვლოგები აქვს, იმაზე კარგად ყველა ვარიანტში ვილაპარაკებ, იმიტომ რომ 7 წელი ხდება რაც უკვე კურიერად ვმუშაობ სხვადასხვა კომპანიებში. და ჩემი აზრით, ყველანაირი სირთულე მაქვს უკვე ნანახი და ყველანაირი პრობლემა მაქვს უკვე გამოვლილი. ოკეი, აქ არის ინსტას გადაგვიგებს. გავივლით დაახლოებით 10 საათს ვიმუშავებ. რა თქმა უნდა, ყველა შეკვეთას ვერ გადავიგებ, ფიზიკურად არც GoPro-s ელემენტი და არც ინსტას ელემენტი მაგდენი ხანი ვერ გაკაჩავს და თან რომს გაკაჩოს. სანახავად იქნება ძალიან ისეთი მოსაწყენი, იმიტომ რომ ძალიან დიდი 10 საათიან ვიდეოს ვინუყურებს, ხო, მთლიანი ის რო ჩადო. იქნება საინტერესო კადრები, შეკვეთები, რა ტარიფებს დაგვიწერს, როგორ იქნება მუშაობა და ასე შემდეგ რა. ნახოთ, გამოვიაროთ. ეხლა რა არის, რაც მინდოდა მეთქვა რა. რა არის პირველ რიგში კურიერობის დასაწყებად საჭირო. პირველ რიგში რომ კომპანიაშთან უნდა დარეგისტრირდეთ, გჭირდებათ აუცილებლად ინდმეწარმის საბუთი, გლოვოშიც და ვოლტშიც, ბოლტში არ მოქმედებს, ინდმეწარმე აუცილებელი არის. უნდა დაგიფიქსირდეთ საშემოსავლო სამსახურში თქვენი შემოსავლები და 1% სიხდით ყოველ თვის ბოლოს. პირობითად თუ 2000 ლარს გამოიმუშავებთ, 20 ლარს სიხდით ბიუჯეტში. შემდეგი ეს არის მოპედი, რა თქმა უნდა, საკურიერო სადაც დარეგისტრირდებით, ინდმეწარმის საბუთი, მერე ინვენტარი, ეს ჩანთა არის და კიდე შეიძლება ქურთუკის და რაღაცების აღება, უბრალოდ ზოგ კომპანიას ეს ფასიანი აქვს, ზოგ კომპანიას უფასო აქვს რა. ჩანთა ყველას ფასიანი აქვს. ოკეი, ასევე გჭირდებათ მოპედი, რომელიც გამუშავებთ. ადრე მე როცა მუშაობა დავიწყე, მაშინ მოპედები ძალიან ისეთი იყო, იშვიათობა იყო და ქუჩაში როცა მოძრაობდი, ბევრი გიჟივით გიყურებდა. ვერ აღიქვავდა რომ მოპედით საგზაო მოძრაობის მონაწილე იყო. დღესდღეობით უკვე ისეთი სიტუაცია აქვს, რომ 50 კუბიანებით თითქმის 10% მუშაობს, მეტი არავინ აღარ მუშაობს, გადასულები არიან ყველა 110, 125 კუბიანზე. კონკრეტულად ეს მოდელი არის Aprilia, რომელიც არის 160 კუბიანი ინჟექტორ ძრავზე. აქ მე თვითონ ვივაშკაცე, Prius დავეჯახე, ოღონდ Prius-ის ბრალი იყო, მე არაფერ შუაში არ ვიყავი. ეგ არის და ეგ. ეხლა კი ხო, რაც შეეხება ზამთარს. ზამთარს დაგჭირდებათ ესეთი, მე ვიგუებს ვეძახი. თქვენი არ ვიცი, როგორც გენთ ისე მოიხსენიეთ, მოპედის სახელურების ხელთათმანი თუ ან ზოგი რას ეძახის, ზოგი რას კონკრეტული სახელი არ აქვს მგონი. ესეთი დაგჭირდებათ, ასევე დაგჭირდებათ ტელეფონი, დამტენი, რომელიც მე დაერთებული მაქვს, ტელეფონის დამჭერი და სხვა არაფერი. ეს ეგრეთ წოდებული სკოჩები იმიტომ არის დაკრული, რომ რაც არ უნდა კაი იყოს ეს ვიგუ, სკოჩებს თუ არ დააკრავთ, ცივა მინჩი, მინუსებში, საშინად გაკყინავთ რა. და ამიტომ დაკრული მაქვს და აღარ მოხსენი, ახლა დღეს არც თუ ისე ცივა. და ასევე, შიგნით არის გრიფსების გათბობა, ეს თბება რა. და ძალიან მაგარი კომფორტი არის, ხედები გაქვთ თბილად. ეს არის და ეს, კიდე არის რაღაც ნიუანსები, რაც შეგიძლიათ დაამატოთ, მაგალითად ეს უბეზე გადასაფარებელი, რომელიც თბილად გამყოფებთ ფეხებს და რაღაც ადგილებს, მოკლედ თბილად იქნებით და არ გაგიცივდებათ არაფერი. ახლა დავველოდოთ 12-ზე ვიწყებ მუშაობას, 12-ზე ჩავრთავ აპლიკაციას და შევხედავ რა და როგორ იქნება. მოკლედ შემოგვივიდა პო ქავთარაძეზე.
რომელიც უნდა ავიტანოთ ჯიქიაზე. ხო მივიღოთ პოში უცებ. გავაჩეროთ ჩვენი მოპედი. ტელეფონი გჭირდება რომ კოდი ვანახოთ. ესეთი შეასრულილი აქვს. გამარჯობა. 158. მოვნიშნავთ აღებულად. ეხლა დავადასტურებ როგორც კი შეკვეთას მომცემენ. მადლობა. დავადასტურებთ და მე გვიხსნის უკვე სადაც მიგვაქვს. ეს არის 33B. მარიამთან მიგვაქვს ვოლტის ოფისში შეკვეთა. მე ჩამოვალ რომ დარეკავთ. ეს არის ძალიან კარგი რამე. ხა ნახეთ რას ვაკეთებთ. მე გამომრჩა უნდა მეთქვა აუცილებლად რომ ჩემი აზრით საჭირო არის Bluetooth ყურსასმენი, იმიტომ რომ ეხლა ამ მომხმარებელს უწერია რომ ჩამოვა, ამიტომ დრო რო დავზოგოთ, გზიდანვე დაურეკავთ დაახლოებით 1 წუთით ადრე და ვეუბნებით რომ 1 წუთში მოვალ შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ და უკვე ჩამოსული ხდება მომხმარებელი. ამით დროს ვიგებთ ძალიან. დავიდეთ. პირველი მე ვოლტის ოფისში მიგვაქვს. ვოლტი მოგეხსენებათ 2018 წლიდან ოპერირებს საქართველოში. მაისის თვე იყო, მე მგონი, როგორც მახსოვს, რომ შემოვიდა. ძალიან კაი სიტუაცია იყო თავიდან მეც რომ მუშაობდი. უბრალოდ მე რაღაც ბოლო 1 წელია სხვა ხალხი დაიმატეს, ესენი ინდოელები, ტაჯიკები და სხვა ეროვნების ხალხი, რომლებმაც ქართული კი არა, ინგლისური თითქმის არ იციან და მომხმარებლებისთვის არის ძალიან დიდი დისკომფორტი. ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ტარიფმა რო დაიწიოს, ქართული კურიერი ვერ იმუშავებს ამ დაბალ ტარიფზე და ვოლტის საქმე მაინც კეთდება ასე თუ ისე. ინდოელი წაიგებს მაგას ქართველი, მაგას დიდი მნიშვნელობა არ ექნება მათი მხრიდან, მაგრამ მეორე მხარეს რო შევხედოთ, ის მომხმარებლები, ვინც ვოლტს იძახებდნენ, 70% უკვე აღარ იძახებს ვოლტს. შესაბამისად შეკვეთებმა მოიკლო, შეკვეთებზე მეტი კურიერი არის და აი დღეს ვნახავთ რა გამოდის 10 საათში ვოლტში მუშაობით. სტანდარტული სიარულით. არ გავიგიჟებ თავს. ნახავთ მოკლედ რა იქნება რა. უმჯობესი იქნება სახელს თუ წინასწარ გადავამოწმებთ, ეს არის მარიამი და მიმართავთ სახელით, ძალიან ზრდილობიანად, მოტიწებით და უნდა აქციოთ კურიერობა სამსახურით შეიძლება რომ დაერქოს, კი ბატონო, სტაბილური მუშაობით შეიძლება ბევრ სამსახურს აჯობოს. ალეო, მარიამ გამარჯობა, კურიერი ვარ. თქვენი ხმარ მესმოდა, ბოდის გიხდით, მოკლედ თითქმის მოსული ვარ, შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ უკვე. მადლობა, შეგხვდებით კარგით. всё, ამით თავდება ჩვენი კომუნიკაცია, ეხლა მივიღოთ და მალევე ჩამოვა, თუ უკვე ჩამოსული არ დაგვხვდა. აი აქ არის ვოლტის ოფისი, ვინც არის ისეთ ერთ-ერთი ოფისი არის აქ, სადაც საპორტი მუშაობს. ხარდაჭერის გუნდი. აი მე მგონი ეს უნდა იყოს ქალბატონი მარიამ. გამარჯობა, მარიამი ხო? ეხლავე? ვიდეოს ვიღებ ვოლტისთვის, პრობლემა ხო არ იქნება? ვიდეოს ვიღებ ვოლტისთვის, პრობლემა ხო არ იქნება? კარგად ზანდებოდით, ბედნიერად. всё, შეკვეთა მივიტანეთ. მოტრიალდებით, ამას ჩავხურავთ, სიგემრიელად და დავალოდებით. დაბალი მოთხოვნა არის ეხა. ამ დაბალი მოთხოვნა იმას ნიშნავს, არის სამი მოთხოვნაა სულ საშუალო, მაღალი და დაბალი. დაბალი მოთხოვნა იმას ნიშნავს, რომ შეკვეთები უფრო ნაკლებია ვიდრე კურიერი. ან კურიერის ნაკლებია და შეკვეთების ნაკლებია, არ ვიცი. რაღაც მსგავსია რა. მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როცა დაბალი მოთხოვნა ყოფილა აპლიკაციაში და კარგი მუშაობა ყოფილა. დღეს სამწუხაროდ მე მგონი ეგრე არ იქნება. ინდიელებზე ვლაპარაკობდი და უცხოელებზე არანაირი პრობლემა არ მაქვს. ამ ადამიანებზე ყველა ადამიანები ვართ, ყველას თავის გასაჭირი აქვს. უბრალოდ ნახეთ როგორი სიტუაცია. შენ როცა ჩამოდიხარ 3 მილიარდიანი ქვეყნიდან 3 მილიონიან ქვეყანაში, ვარ თუ არა 3 მილიონი საკითხავით ეგ არის.
და სამსახურს ეძებდა საქმდები ისეთ კომპანიაში, სადაც ქართველები უნდა დასაქმდნენ წესით, რადგან შიდა განაწესი ეგრეთი უნდა იყოს. მე თუ მკითხავთ, რომ ანუ თუ მინიმუმ საბაზისოდ არ ფლობთ ქართულ ენას, არ უნდა იყოს მუშაობა რა, ესე არის. მე უცხოეთშიც ყოფილი ვარ და მინახავს იქ როგორ ხდება არალეგალურად მუშაობ კომპანიებში თუ ენა არ იცი. აქ კიდე ყველაფერი ბარათზე ირიცხება, ჩვეულებრივი სამსახურის ვარიანტია, საშემოსავლო სიხდი, გემრიელად ხარ, როგორც მოქალაქე. და ეს ინდუელების ბრალი არ არის და არც სხვა ხალხის ბრალი არ არის, ეს არის უშუალოდ იმ კომპანიის ბრალი, ვინც დათანხმდა თავიდან ამ წინადადებაზე, რომ ამდენი შემოეყვანათ. უბრალოდ რასაც ხაზს გაუსვამ, ეს არის სისუფთავე. თავიდან როდესაც ვოლჩი დავიწყე 4 წელს უკან მუშაობა, ხაზგასმით ეწერა და ესეც უნდა ყოფილიყო, რომ ჰიგიენა არის უმნიშვნელოვანესი. არ ჩამოვთვლი ახლა იმ საფეხურებს და კრიტერიუმებს, რითიც ჰიგიენა განისაზღვრება. რა ვიცი, ერთი ინდუელი მაინც დამეწერეთ, კურიერი, ვინც ჰიგიენას იცავს და კარგად არის იმ საჭმის მოტანაზე უკვე აღარაა ლაპარაკი რა. და ამიტომ ჩემი გადმოსახედიდან და ჩემი შეხედულებიდან ვურჩევ ამ კომპანიებს მაქსიმალურად გაცხრილოს და დატოვოს მართლა ის ჯანსაღი კურიერები, ქართველებიც, თუნდაც უცხოელებიც, ვინც ჯანსაღად, კარგად და გემრიელად ემსახურებიან მომხმარებელს. იმიტომ რომ აქ აქცენტი მაინც მომხმარებელზე არის გაკეთებული ყველანაირად. დროულად მიუვიდეს საკვები, დაუზიანებელი, ჰიგიენურად, ზრდილობიანად და ასე შემდეგ. შენ როცა ქართული არ იცი, არც ინგლისურს არ ფლობ, თლად კარგ დონეზე ვერ აგებინებ. არის შემთხვევები, როცა დარეკვა გიწევს. რომ ჩამოვიდეს, ან თუ უწერი რა თქმა უნდა, რომ ჩამოვიდეს, თორე ვალდებული ხარ, რომ აუტანო შეკვეთა კართან. ან ისეთი შემთხვევა, ხშირად ხდება, როდესაც მომხმარებელს ერევა სადარბაზო, ან პინი აქ არასწორად დასმული, ან რაღაც სხვა და ვერ პოულობ. უნდა დაურეკო, დაეკონტაქტო და ინგლისურს თუ არ იცი მაგდონეზე, შეიძლება მომხმარებელმა არ იცოდეს და ვაფშე არც არის ვალდებული, რომ თავის ქვეყანაში ისაუბრობს სხვა ენაზე, იცის ქართული და დამთავრდა. გამოიძახა შეკვეთა და უნდა მიიღოს რა, ეგრე არის. შენ ეხა თუ იქ ისეთ საკვებს, რომელიც ხელი უნდა მივიდეს, მაგალითად ხინკალი, ან სხვა რაიმე ქართული საკვები. იქ თუ 2 საათს გააბავ ლაპარაკს და ვერ გააგებინებ და კომუნიკაცია არ შედგება, აქ შემთხვევაში რა თქმა უნდა შეკვეთა ცივდება და უკვე გადასაყრელი არის. იმაზე აღარაფერს აღარ ვამბობ, რომ ქართულ კურიერებს შეკვეთები მოაკლდათ და დეკემბრის 24 არის დღეს. და ესეთი მუშაობა როგორც დღეს არის, მე არასდროს არ მახსოვს ამ 7 წლის განმავლობაში. ანუ ცუდი მუშაობაა ძალიან. ეს დახურავ შეკვეთას, ეგრევე უნდა გაძლევდეს რამეს. ეხლა მე დავხურე რამდენი ხანია, 7 წუთი არის ჩამოვდივარ, მოძრაობ თან. ერთი არ გაწკარუნებულა, რომ რამე შემოსულიყო. ეხლა შემოდის, ესე იგი წვარადონა უნდა წავიღოთ თან ქეშიანი შეკვეთა არის. ეგნატე ნინოშვიძე, ხურდა არ არის საჭირო, შეკვეთა მზად არის. მაგრამ ტარიფს არც უყურებ, რამდენი წერია. არ მინდა ნინოშვიძე გადასვლა, იმიტომ რომ იქით მუშაობა არ იქნება, ზუსტად ვიცი და მინდა რომ მაქსიმალურად დავაწერინოთ დღეს რამდენი საშუალებაც იქნება, ამიტომ ამ შეკვეთას ვაუქმებ. ვოლტი გვაძლევს მაგის საშუალებას, რომ შეკვეთა გადავაბათ რა, ანუ სხვა კურიერს გადაეგზავნოს ეს შეკვეთა და ჩვენ არ მივიღოთ. ვაკეში ვარ, ამოვედი უკვე ჭავჭავაძეზე. ამ მანქანას ბაკის თავსახური აქვს, ხუფი. ღია იყო და დაგიხურე ჯიგარო. ღია იყო და დაგიხურე. გაიხარე. ეს რა არის WhatsApp-ი აბაშიძეზე 8 წუთში იქნება. WhatsApp-ი ყოველთვის აგვიანებს ხოლმე ძალიან დიდი ბოდიში. ამიტომ უნდა გავაუქმო სხვა გზა არ მაქვს. ანუ ესე თუ არ აუქმო შეკვეთები რაღაცები და არ გაცხრილე და არ გამოცდილება არ ქონდა, მოკლედ
რომ იცოდე რა შეკვეთები აგვიანებს რა არა, ყველაფერი თუ ზიდე, აი ძალიან ცუდ შედეგამდე მიხვალ რა. რამე კაი მზად არის, რომელიც მიდის ცინცაძის ქუჩაზე. რა თქმა უნდა, ამას ავიღებთ. გავაჩერებთ უპეც, შევიდეთ და ნახოთ რა ხდება. ჩვენი კოდი არის 346. გამარჯობა. 346 შეკვეთაზე ვარ. მადლობა. ნახვამდის. სულხან ცინცაძის 59 სტუდიო დენტთან. ოკეი. რამე კაისთანაც ისე ვერ შემოვიდოდი, ბორდიულზე ვარ მოსულიყავ, ამიტომ ისე ბორდიულით წყნარად მშვიდად ქვეითებს რო არ შევქმნათ პრობლემა. ნელ-ნელა გავალთ და წავალთ ცინცაძეზე, სხვა გზა არ არის. რაღაცეება კომენტარში არ დაიწყოთ რაღაცეები. არავინ არ არის მამა აბრამის ბატკანი. შეიძლება დაირღვეს ისე, რომ არავის არაფერი არ დაუშავდეს, არავის არაფერი ხიფათი არ შეემთხვეს. ამიტომ წყნარად მშვიდად საქმე გამოვა. მადლობა. ოქრო ადამიანი. აი ესე წყნარად ქაჯივით და ქვეითებს უსიგნალო და აბა გამატარე თან შენი გზა როცა არ არის, არ შეიძლება რა თქმა უნდა. წყნარად ასე მივგვარავთ. ხაჩავალთ ახალ გზაზე და ახალი გზიდან ცინცაძეზე გადავალთ. უცებ გადახტა 59 ნომერზე ცინცაძე ძალიან ცუდად არ დანომრული ჩემი აზრით და აი ეს გოგონა არის ავარავდით. გამარჯობა. თქვენ გესაუბრეთ ხომ? გემრიელად, კაი დღე. კარგად. ესეც მეორე შეკვეთა. 26 წუთში არის ორი შეკვეთა. ახლა რამით შემოვა ეხავე. კი, 7 წუთში ლაიმი ბატალიონი, მოდი ესეც წავიდოთ. დავიდოთ ლაიმში. მზად ყოფილა. 7 წუთი ეწერა, მაგრამ მზად ყოფილა. ერთი შევამექნება, რომ გაჩერებულ ავტომობილებს ძალიან ახლოს არ ჩაუვაროთ რა. შეიძლება ვიღაცამ კარები გამოაყოს და დამთავრდეს მან თქვენი ცხოვრება ყველაზე უკიდურეს ვარიანტში. ინსტად ავტოვოთ დროებით, იმედი ახლა ეს არავინ არ მოკიდებს. აი, აბა შევიდით ახლა ლაიმში. გამარჯობა. 021-ზე ვარ. აი. მადლობა. მოკიდე. ეს არის საქართველოს ბანკის სათავო ოფისი. მუხრა მაჭავარიანი 7 ნომერში. აქ ზირთადად ჩამოდიან, ან უტყობთ ხოლმე დაცვას რა ქვემოთ. ამიტომ წინასწარ დაურეკავ, რა თქმა უნდა, ამასაც ასე ჩავდოთ გემრიელად, რომ არ გაგვიფუჭდეს. უხერხული ყუთი კი არის, მაგრამ მაინც მოვახერხებთ რამეს. აქ ხა მისვლის რამოდენიმე ვარიანტია, მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე კარგი არის ახალ გზაზე გავიდე და იქიდან ავიდე. წავედით. მანქანიზმის ღოლებს მინდა უთხრა რა. ვინც ხა უმეტესობას გეყოლებთ. ანუ როცა ესეთი ორზოლიანი გზა არის. დადექი რა უკიდურეს მარჯვენა მხარეს, მეორე დადგეს მარცხენა მხარეს და შუაში დატოვოთ გასავლელი ზოლი. ანუ თქვენი ხო არაფერი არ მინდის, უბრალოდ ოდნავ უნდა მიწიოთ და გაივლის ის ორთვლიანი ტრანსპორტი. თქვენც კმაყოფილი იქნებით და ისიც რამდენჯერ მომხდარა შემთხვევა, რომ ვერ გატეულა და გაუხაზია მანქანა ან რაღაც მსგავსი, რა თქმა უნდა, მოციქლეთის ბრალი არის, მაგრამ ხო შეიძლება ამ შემთხვევაში თავიდან არიდება. ელემენტარული პატივისცემა, ელემენტარული დაფასება. რა ვიცი. თითქმის მივედით, აი ეს ოფისი არის, რაც გამოჩნდა კადრში. ხა დაუგრიკოთ, როგორ სურს ჩამოვა თუ დაუტოვოთ რეცეპშენში. ალიო, გამარჯობა, კურიერი ვარ. მოსული ვარ და ოკეი, კაი.
კარგი დაგელოდებით, კარგით. Всё, ჩამოდის. ვაიმე რომ ხედავ იმ кайყო. ჩვენი კოლეგები. საერთოდ შემოგვივიდა, ეხლა გადავეცი მომხმარებელს და ეს არის fast walk-ი, რომელიც არის ნუცუბიძეზე, მიგვაქვს ზაქარიაძის 8 ნომერში 5:11. 7 წუთი კიდე გვჭირდება იქამდე რომ ჩავიდეთ, ამიტომ დავადასტუროთ ეს შეკვეთა. აქ არ ვიცი რა ხდება. სეტინგები მაურია და ჯობია ესე დავაყენოთ. წავედით fast walk-ში. რა ხდება ახლა აქ? ნახოთ აბა დრო რამდენია დარჩენილი შეკვეთის. ასეთ უკვე დრო გასული არის. ერთ წუთში იქნება, ამიტომ დაველოდოთ. всё, აი შეკვეთაც ავიგეთ. დავადასტუროთ. მიდის სად? ზაქარიაძის 8 ნომერი. ყველაფერი წერია, ინგლისური რატომ უნდა იცოდე გემრიელად. ინდოელი მივა იმას ვაფშე ვერ წაიკითხავს, ჯიგარი დაურეკავს. Hello, Walt, ეგრევე ეთქვის. მომხმარებელი ეთქვის შენ გიჟი ხო არ ხარ? მოგ არ შედგება კომუნიკაცია. Let's do this. Let's go. შეკვეთაც ავიგეთ, ეხლა მივდივართ წყნეთის გზატკეცილის 29 ნომერში. 5 შეკვეთა 30 ლარზე ვართ. აი ხა ეს არის მე-6 შეკვეთა. ეს ჩავხუროთ. 3:16. კაბაგები მიდის ჭავჭავად 92 ნომერი. კი ბატონო, მოვიღოთ. რა თქმა უნდა, ეს ყველა შეკვეთის ვერ გადავიგებ. ალაგ-ალაგ მექნება წვეტები, უბრალოდ განახებთ რა. ზოგადი წარმოდგენა რო კონდეს ადამიანს, რა პლუსები აქვს კურიერობას, რა მინუსები, რა სირთულეები. და საერთოდ ღირს თუ არა კურიერად მუშაობა ან რომელ კომპანიაში იქ მე თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ, მე არაფერს არ ვიტყვი. რა ვიცი. ვინც დამწყებია, ვინც ეხა იწყებს კურიერობას, ჯერ ახალად გამოდის და ერთვება ამ ქაოში, რასაც თბილისში მოძრაობა ქვია, ძალიან ჭირს, აი ძალიან უჭირთ მოკლედ ბიჭებს და დაფასება რა ამ ადამიანებს. ჩემ თავზე აღარაკობ. მე რა თმინდა დაფასება. ოკეი, აგერავიდეთ, სკა დავითრიოთ. მე უკვე ხაზე პირად ვიცი სკა სად არის ეს ის და რუკაზე აღარ უყურებ და მის დამწყები არის ძალიან წვალობს, აი ძალიან მერწმუნეთ. ჩემთვის უკვე აი A პუნქტიდან აიღე B პუნქტში მიიტანე, ძალიან მარტივი უკვე კატაობას ავითარ. გამარჯობა. მე ვარ 192-ზე. მადლობა უღრმესი. კარგად. მიყვარს საქმოსვლა ყოველთვის მზადაა შეკვეთა. ანუ თუ ადასტურებენ, ესე იგი მზად არის. თუ არ ადასტურებენ, რა დროს უწერიათ, მაგ დროში იქნება. ძალიან ჯიგრები არიან სკაში. ყველა, აქაც და ყველა სკაში, ვაფშე ყველა ფილიალში. ესე, ლამაზად ჩავდოთ. ოკეი. წავედი მოკლედ. დავხურავ რამოდენიმე შეკვეთას და შემდეგ გავაგრძელებ ვიდეოს გადაღებას. მოკლედ მერვე შეკვეთას დავტოვე დანიელის ქუჩაზე და ეხლა დავამთავრებ მუშაობას. ვამბობდი რომ ვაპირებდი 10 საათს, მაგრამ გეგმები შემეცვალა. მაგრამ არა უშავს. საშუალო საათობრივი გამომუშავება რო გადავამრავლოთ 10 ლარზე, მივიღებთ იგივე მაჩვენებელს. ეხლა ვნახოთ რამდენი გამოვიმუშავეთ 12-დან 3:15 წუთამდე, იმიტომ რომ 1 საათი ვიყავ გაჩერებული. ეს არის, აი აგერ ჩანს 48 ლარი და 55 თეთრი. 3 ლარი არის ტიპი. ნუ ტიპს არ ჩავთვლი. ავიღოთ ესეთი ვარიანტი. 48 ლარს და 45-ს გამოვაკლოთ 3 ლარი ტიპი არის 45 და 45. და ეს უნდა გავყოთ 3 საათზე. დაახლოებით 15 ლარი გამოვიდა საათში. შემეც ეს ნორმალური იყო. საშუალო კურიერს საშუალოდ საათში გამოვუვათ 15 ლარი ესეთ მუშაობაში. ეს იყო ჩემერზეთ ნორმალური მუშაობა, არ იყო ცუდი მუშაობა. და რა ვიცი. ეს იყო და ეს მოკლედ სულ ვოლტის ამბავი. კარგი იქნება კიდევ ერთხელ შევაჯამებ ვიდეოს და ვიტყვი რომ კარგი იქნება თუ ინდიელებს გაცხრილავენ და სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, ვინც საბაზისო დონეზე მაინც ვერ ფლობს ქართულ ენას კომუნიკაციის მხრივ.
ამით შედეგი დადგება ის, რომ მომხმარებლებთან შეკვეთები მივა დროულად, კომუნიკაცია შედგება კარგად და ასევე ის, რომ ოლცად წაადგება ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა პირველ რიგში კურიერებს უფრო მეტი შეკვეთა გამოუვათ, უფრო მეტი თანხა გამოუვათ და მეტი შემოსავალი. რა თქმა უნდა დეკემბერი არის, ეხლა უნდა იყოს კიდევაც ასეთი მუშაობა, თუ მეტი არა, მაგრამ როდესაც უკვე დათბება, ესეთი მუშაობა კი არა, ალბათ არა გამოუვათ ისეთი არაფერი რა. ერთ მუშაობაშიც საათში გამოდიხარ 150 ლარს. 150 ლარიდან ეხლა რომ ჩამოთვალო ის ხარჯები რაც არის, მოკლედ ეს არის საწვავი, გარეთკვება, მოპედის წვეთა, ინტერნეტი, სასაუბრო. რა თქმა უნდა ესენიც ხო იხარჯება რა, ადრე თუ გენ ხო რიცხავ რომ საბოლოო ჯამში გქონდეს. უნდა გადაამრავლო იმ თვეების იმ დღეებზე, რასაც მუშაობ, ყოველდღე ვერ იმუშაობ, რობოტი ვერ იქნები. რა თქმა უნდა მე იქ თუ შენ საბურავი გაქვს შესასვლელი მოპედზე, ტრანსპორტზე საერთოდ ზეთის ცვლა და მთელი რიგი ცვეთადების შესვლა ჭირდება სატრანსპორტო საშუალებას. მოკლედ არ ვიცი, თქვენ თუ გადაწყვეტეთ ღირს თუ არა მუშაობა, სულ მუშევრობას ნამდვილად ღირს. ის რისკებიც უნდა გაითავისოთ რა, რისკების ქვეშაც შეიძლება იმყოფებოდეთ, როდესაც შრომობთ, ანუ ავტოსაგზაო შემთხვევებს გულისხმობ, ასევე გაციებებს, ბევრი ვიცი, ვინც აი გაციებულა და ესეთ პრობლემები შექმნია მერე, რომ აი არ ვიცი, სივამინში მუშაობა ცუდი არის ნამდვილად. შესაბამისად ეს თანხებთან არის დაკავშირებული და საბოლოო ჯამში დაგრჩებათ ის, რაც დაგრჩებათ. თვეში დაახლოებით 1300-1400 ლარი უნდა გამოვაკლოთ, რომ უბრალოდ იმუშაოთ. რომ გქონდეთ კვება, ნორმალური და კუჭი არა იტკივოთ და მე საბოლოო ჯამში დიდ პერსპექტივაში კუჭის ოპერაცია დაგჭირდეთ ან რაიმე სხვა კვება უმნიშვნელოვანესია. რომ შეცვალოთ თქვენი სატრანსპორტო საშუალებაზე ხუნდები, ზეთი და ასევე რა თქმა უნდა ჩაასხათ საწვავი. დაახლოებით ეგრე გამოდის 1000-დან 1500 ლარამდე. აი ამ ყველაფერს რომ გამოვაკლებთ, საბოლოო ჯამში მიიღებთ იმას, თუ რის გამო შრომობთ. ეს არის და ეს. მოკლედ ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვისაც მოეწონა ეს ვიდეო. რავი თუ იქნება სურვილი სხვა საკურიეროებზეც გადავიღებ, როგორიც არის Glovo, Bolt, Yandex და ასე შემდეგ. ამით დაგემშვიდობებით, მადლობას გიხდით კიდევ ყურებისათვის. ეს იყო და ეს. ბედნიერად.